დღეს ჩემს ძველ რეცეპტს ახალი სიცოცხლე ვაჩუქე. განვაახლე, გადავიღე და თქვენს გაგიზიარებთ, იქნებ იდეა მოგეწონოთ. გავალღვე ტელაპიას ფილე, თევზის ჯიშია ასეთი და შევწვი ზეთში ორივე მხრიდან მარილთან ერთად. ცალკე ვშუშავთ ბოსტნეულს, ჯერ ხახვი, შემდეგ ნიორი, სტაფილო. აქ უნდა დავამატოთ ბაჰარის მარცვლები და დაფნის ფოთოლი. ბაჰარი არ მქონდა, ამიტომ დავამატე შავი პირპირის მარცვლები. ორიგინალ რეცეპტში არ სჭირდება კომბოსტო, თუმცა ლაგოდეხის კომბოსტო მქონდა სახში და ვიფიქრე, რომ ძალიან მოუხდებოდა. არ შემცდა რო არ. ბოსტნეული რომ ჩაიშუშება, დავამატოთ მარილი, შავი პილპილი და წითელი წიზაკა, რომელსაც მე ყველგან ყველაფერში ვუმატებ. გახეხილი პომიდორი მწვანელებთან ერთად მქონდა გაყინული. შაშუშველი ბოსტნეული შეგვიძლია გადავიტანოთ ჭურჭელში, საცხობ ფორმაში მაგალითად და ფენა-ფენა მოვალაგოთ. ბოსტნეული, თევზი, ასე სანამ პროდუქტი არ დაგიმთავრდებათ. მოაყარეთ სერეცო და მწვანე ხახვი და მოახერხეთ ლიმონის ცედრა. კერძი გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივი, მაცივრის მდგომარეობით.